20 აპრილს საღამოს შეარაღებულმა პირმა პარიზის ცენტრში ელისეს მინდვრებზე პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინფორმაციას პარიზის პოლიცია ადასტურებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გუშინ ღამევე გამოაცხადა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყო. Mesdames, Messieurs, ce soir, à 21h. ქალბატონებო და ბატონებო, საღამოს 9 საათზე ელისეს მინდვრებზე განხორციელდა თავდასხმა პოლიციის ავტობუსზე. ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაიჭრა. ასევე დაიჭრა ერთი გამვლელი ქალი. თავდამსხმელი სხვა პოლიციელების მიერ განეიტრალებულია. დილას 8 საათზე მე უშიშროების საბჭოს ხდომა დავნიშნე. ჩვენი პოლიცია, სამხედროების სპეცსამსახურები მომხდარიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა იყვნენ მობილიზებულები. L'assaillant a été lui-même neutralisé. თავდამსხმელი მოკლულია. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელი კალაშნიკოვის ავტომატით იყო შეიარაღებული. ინფორმაციას პროკურატურაშიც ადასტურებენ. ამავე დროს ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი შესაძლოა მარტო არ მოქმედებდა. En fait, je sortais du magasin Sephora. დავინახე, როგორ დაეცა ერთ-ერთი პოლიციელი. კიდევ ერთი კი დაჭრილი იყო. მე იმ დროს მაღაზია შევიყავი ალბათ 50 სხვა ადამიანთან ერთად. ბევრი მათგანი უცხოელი იყო. ისინი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, ვეცადე დამემშვიდებინა. თავდამსხმელი ტერორისტი იყო, მას კალაშნიკოვი ჰქონდა. შეიძლებოდა ბევრი ადამიანი მოეკლა, მაგრამ საბედნიეროდ პოლიციელებმა ის მოკლეს. Je crois que c'est des pétards. Parce qu'on a tous regardé sur la route, il y avait personne. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტი საღამოს 9 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა თავისი მანქანა პოლიციის ავტობუსის სიახლოვეს გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა და კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. პოლიციელის კვლევების შემდეგ თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა. პარალელურად ის სროლას განაგრძობდა, რა დროსაც ორი პოლიციელი დაჭრა. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ დაჭრილთა შორის ერთი შემთხვევითი გამვლელიცაა. თავდამსხმელმა მიმალვა ვერ მოახერხა, ის პოლიციელებმა მოკლეს. სამართალდამცავები ტერორისტის სავარაუდო თანამზრახველს ეძებენ. ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ტერორისტი მათი მებრძოლი იყო. საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ ტერორისტის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ დაასახელებენ. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ტერორისტი სამართალდამცავთა თვალთახედვის არეში ადრეც მოხვედრილა. ფრანგული მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ ტერორისტი 39 წლის იყო და პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა. მის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. თავდასხმის განხორციელებისთანავე პარიზის პოლიციის თვიტერში გაჩნდა განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ ელისეს მინდვრებზე გასვლას მორიდებოდნენ. ინციდენტის ადგილას მაღაზიების და კაფეების ბევრი კლიენტი შენობაში ბლოკირებული აღმოჩნდა, რა კი პოლიცია ადამიანებს თავის დაზღვევის მიზნით გარეთ გარკვეული დროის განმავლობაში არ უშვებდა. მომხდარს გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და თქვა, რომ მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტია, რომელსაც დასასრული ჯერ არ უჩანს. პირველი კომენტარები გააკეთეს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა. მომხდარ თავდასხმას მალევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი ემანუელ მაკრონი, რომელსაც გუშინ საღამოს არჩევნებამდე ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა. კიდევ ორმა კანდიდატმა, ფრანსუა ფიონმა და მარი ლეპენმა დღეს დაგეგმილი შეხვედრები გააუქმეს. Nous aspirons tous et toutes à devenir président de la République. მე და ჩემს კონკურენტებს რესპუბლიკის პრეზიდენტობა გსურს. პრეზიდენტის უმთავრესი მოვალეობა კი მოქალაქეთა დაცვაა. ვიცით, რომ დღეს საღამოს პოლიციელი მოკლეს. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ეს არის საფრთხე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა და ის კიდევ ბევრი წელი გაგვყვება. Et cet impondérable, cette menace, elle fera partie du quotidien des prochaines années. 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება, რომლის წინ ქვეყანაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. სამშაბათს მარსელში პოლიციამ საფრანგეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ჩხრეკისას 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯიჰადისტური ლიტერატურა და ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოუჩინეს. პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათ მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს.